ტრამპის პოლიტიკის მიმართ რობერტ დე ნიროს და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავების ნაწილის დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ ჩემი აზრით, სრულიად ეპოქალური სიტყვა თქვა ტრამპის და მისი პოლიტიკის შესახებ კიდევ ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა ჰოლივუდისა, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ. თუ ახლა დედაჩემი ტელევიზორს უყურებს, დარწმუნებული ვარ ამ არაჩვეულებრივ ჯენტლმენს დაახლოებით ისეთი თვალებით უყურებს, როგორც 50 წელი უყურებდა ცხონებულ მამაჩემს. დიახ, ეს რიჩარდ გირია, ის უკვე 76 წლის არის და თავისი ცხოვრების ბოლო წლები სრულად ოჯახს მიუძღვნა, ცხოვრობს ძირითადად ესპანეთში, პერიოდულად შეერთებულ შტატებშიც ჩადის თავის სამშობლოში. თუმცა ეს განცხადება ამერიკაში შექმნილ ვითარებას და პრეზიდენტ ტრამპზე 3 დღის წინ რიჩარდ გირმა ოსლოდან გააკეთა, სადაც სიტყვით ოსლოს თავისუფლების ფორუმზე გამოვიდა. მოусმინოთ ჰოლივუდის ვარსკვლავს. მან ამერიკა დაშალა. ჩვენ უნდა შევამჩნიოთ სამყარო იქ გარეთ. მაგრამ ამავდროულად უნდა შევამჩნიოთ სამყარო შიგნითაც. ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე ბნელ მომენტში. რაც კი ოდესმე გამომიცდია ამ პლანეტაზე. ვის შეეძლო ეფიქრა, რომ ამერიკა ასე შეიცვლებოდა? ვის შეეძლო ეფიქრა, რომ ასეთი მანიაკი გახდებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და დაშლიდა მას? დაშალა ყველაფერი, რაც კარგი იყო. დიახ, ამერიკა არასოდეს ყოფილა იდეალური ადგილი, მაგრამ მას აქვს იდეალური მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის, ყოველთვის მიისწრაფოდა და ის ყოველთვის იყო თვითგამოსწორებადი ამ პროცესში. ყოველთვის. პირველივე დღეს ამ კაცმა დაშალა თითქმის ყველაფერი. რაც კარგი იყო შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხში. ეს საერთოდ როგორ არის შესაძლებელი? როგორ და ჩვენ ჩაგვეძინა? ჩვენ ჩაგვეძინა, ჩვენ არ გვადარდებდა, ჩვენ არ მივედით არჩევნებზე, ჩვენ არ ვისმენდით, რას ამბობდნენ.